ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი წარმოგიდგენთ. საქართველოს ისტორიის გაკვეთილები. საქართველოს მეფე გიორგი მეხუთე ბრწყინვალე. ნაწილი პირველი. 25 წელიწადში მონღოლთა არმიამ უფრო მეტი მიწა და ხალხი დაიპყრო, ვიდრე რომაელებმა 4 საუკუნის განმავლობაში. და ამ დაპყრობების გზაზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დარტყმა საქართველომ მიიღო. მე-13 საუკუნის მიწურულს საქართველო უმძიმეს ისტორიულ ქართეხილში იმყოფებოდა. ქვეყანა, რომელიც დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის ეპოქაში რეგიონის უძლიერეს სახელმწიფოს წარმოადგენდა, ახლა მონღოლთა იმპერიის, კერძოდ კი ილხანთა საყაენოს მორჩილებაში იყო მოქცეული. მონღოლთა ბატონობამ საქართველო არა მხოლოდ პოლიტიკურად დაასუსტა, არამედ ეკონომიკურადაც თითქმის გამოფიტა. სოფლები და ქალაქები მძიმე გადასახადების, მუდმივი ბეგარისა და დაუსრულებელი სამხედრო ვალდებულებების ქვეშ მოექცა. ქვეყანა იცლებოდა, მეურნეობა სუსტდებოდა, ვაჭრობა კლებულობდა, ხალხი კი ყოველდღიური არსებობისთვის იბრძოდა. მონღოლი მოხელეები და ხარკის სამკრეფები ხშირად თვითნებურად მოქმედებდნენ, რაც მოსახლეობის გაღარიბებას კიდევ უფრო აძლიერებდა. ამ პერიოდის საქართველო დანაწევრებულ და დაუძლურებულ სხეულს გავდა. ცენტრალური ხელისუფლება უკვე ვეღარ ფლობდა იმ ძალას, რომელიც ერთიან სახელმწიფოს შეკრავდა. მონღოლთა ბატონობამ არა მხოლოდ ქვეყნის საგარეო მდგომარეობა შეცვალა, არამედ შიდა პოლიტიკაც ძირეულად დაარღვია. დამპყრობლები განზრახ აღვივებდნენ შულს ქართველ დიდებულებს შორის, აძლიერებდნენ ურჩ ფეოდალებს და ხელს უწყობდნენ იმას, რომ მეფის ხელისუფლება მხოლოდ სახელად დარჩენილიყო. სწორედ ამიტომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ადგილობრივი მთავრები თანდათან დამოუკიდებლობისკენ ისრაფოდნენ, ხოლო სამეფო სულ უფრო სუსტდებოდა. მონღოლთა ბატონობის შედეგად საქართველოს სამ პოლიტიკურ ერთეულად იყო დაშლილი. დასავლეთ საქართველოს რუსუდან დედოფლის მემკვიდრეები ბაგრატიონთა ერთი შტო მართავდა. 1266 წლიდან სამცხე ფაქტობრივად ცალკე სამთავროდ ჩამოყალიბდა და მას ჯაყელთა საგვარეულო განაგებდა. აღმოსავლეთ საქართველო კი ლაშა გიორგის შთამომავლების ბაგრატიონთა მეორე შტოს ხელში რჩებოდა. თუმცა სწორედ ეს ნაწილი იყო მონღოლთა ზეწოლის ქვეშ ყველაზე მეტად მოქცეული. აქ მეფეს განსაკუთრებით ამძიმებდა ყაენისადმი მორჩილება, ხარკი, სამხედრო ბეგარა და მუდმივი პოლიტიკური კონტროლი. ამიტომაც აღმოსავლეთ საქართველოს მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმე იყო. ქართველ მონარქების წინაშე ორი არჩევანი იდგა. ერთი გზა იყო ღია აჯანყება, იარაღით ბრძოლა და მონღოლთა ძალაუფლების დამხობა. მეორე გზა კი დიპლომატია, მორჩილება და ქვეყნის გადარჩენა სრული განადგურებისგან. პირველი გზა ხშირად გმირულად ჟღერდა, მაგრამ თითქმის ყოველთვის ახალ დარბევას, შიმშილსა და სისხლისღვრას იწვევდა. მეორე გზა ბევრისთვის დამამცირებელი ჩანდა, თუმცა ხშირად სწორედ ეგ იყო ქვეყნის გადასარჩენად საჭირო. ამ ფრთხილი და იძულებითი პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იყო დემეტრე მეორე თავდადებული. იგი ცდილობდა მონღოლ დიდებულებთან დაახლოებასა და მათი ნდობის მოპოვებას, რათა ქვეყანა სრული დაღუპვისგან ეხსნა. თუმცა ამ პოლიტიკამ მეფე ილხანთა სახელმწიფოს შიდა დინასტიურ ბრძოლებში ჩაითრია. 1299 წელს ყაენის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში დადანაშაულებული დემეტრე ქვეყნის დარბევის თავიდან ასაცილებლად ნებაყოფლობით ეწვია ურდოს, სადაც იგი სიკვდილით დასაჯეს. დემეტრე მეორის გარდაცვალების შემდეგ საქართველოში მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. სამეფო ტახტი ერთიდან მეორეზე გადადიოდა. მონღოლები ზოგჯერ საქართველოს სხვადასხვა ნაწილში ერთდროულად რამდენიმე მეფესაც კი ცნობდნენ, რაც სრულ არეულობას,
ფეოდალურ დაპირისპირებასა და ხელისუფლების დაშლას იწვევდა. დემეტრე მეფის გარდაცვალებიდან მომდევნო 20 წლის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში ტახტი 5 ჯერ შეიცვალა. მონღოლური გავლენა იმდენად დიდი იყო, რომ მან სამეფო ოჯახის ყოველდღიურობაში შეაღწია. მეფე დემეტრეს 3 ცოლი ჰყავდა: ტრაპიზონის პრინცესა თეოდორა, მონღოლი ნოინის ასულის სოლღარი და სამცხის მთავრის ბექა ჯაყელის შვილი ნათელა. ბუნებრივია მეფეს მრავალი შვილი დარჩა, რომელთა შორის ტახტის პრეტენდენტი ვაჟებიც იყვნენ. მათ შორის ყველაზე უმცროსი ნათელა ჯაყელისგან შეძენილი უფლისწული გიორგი იყო. ტახტის მემკვიდრეთა რიგში იგი ბოლო ადგილზე იდგა და იმ დროს ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სწორედ ეს პატარა უფლისწული გახდებოდა ქვეყნის მხსნელი. განგებამ მას უმძიმესი მისია დააკისრა, ისტორიამ კი მოგვიანებით მას ბრწყინვალე უწოდა. საისტორიო წყაროებში გიორგის დაბადების ზუსტი თარიღი დაცული არ არის. თუმცა იმ პერიოდის პოლიტიკური მოვლენების ანალიზის საფუძველზე ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ უფლისწული 1286-1289 წლებს შორის უნდა დაბადებულიყო. ეს ნიშნავს, რომ დემეტრე მეფის გარდაცვალებისას გიორგი ჯერ კიდევ მცირეწლოვანი იყო. მამის ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ პატარა უფლისწული რთული და სახიფათო გარემოს წინაშე აღმოჩნდა. სამეფო კარზე გამეფებული არეულობა, ძალაუფლებისთვის ბრძოლა და მონღოლთა მუდმივი კონტროლი თბილისს უსაფრთხო ადგილად აღარ ტოვებდა. სწორედ ამიტომ დედამ ნათელა ჯაყელმა გადაწყვიტა შვილის სამცხეში თავის საგვარეულო გარემოში გადაეყვანა და იგი ძლიერ გავლენიან თავარს ბექა ჯაყელს ჩააბარა. უფლისწული მესხეთში პაპის კარზე იზრდებოდა. ეს გარემოება გადამწყვეტი აღმოჩნდა მისი პიროვნების ჩამოყალიბებისთვის. სამცხე იმ პერიოდში საქართველოს ყველაზე დაცულ და პოლიტიკურად სტაბილურ რეგიონს წარმოადგენდა. ბექა ჯაყელი, რომელიც ილხანთა ყაენის კარზე დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, ახერხებდა თავისი სამთავრო მონღოლთა უშუალო თარეშისაგან დაეცვა. ბექა ჯაყელი, როგორც გამოცდილი და გავლენიანი სახელმწიფო მოღვაწე, უდიდეს როლს ასრულებდა ახალგაზრდა უფლისწულის აღზრდაში. იგი არა მხოლოდ სამხედრო და პოლიტიკური გამოცდილებით გამოირჩეოდა, არამედ კარგად ესმოდა იმ რთული დროის გამოწვევებიც, რომელშიც საქართველო იმყოფებოდა. სწორედ პაპის მფარველობის ქვეშ დაეუფლა გიორგი სახელმწიფო მართვის ხელოვნებას, სამხედრო სტრატეგიასა და დიპლომატიის ნიუანსებს. მესხეთში ყოფნამ მომავალ მეფეს ერთი უმნიშვნელოვანესი გაკვეთილი ასწავლა. იმ ეპოქაში გამარჯვება მხოლოდ ხმლით არ მოიპოვებოდა. პირველი ნაწილის დასასრული. ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი, დოკუმენტური ფილმების სტუდია. გადაცემაზე მუშაობდნენ დამდგმელი რეჟისორი, პროდიუსერი, იდეის ავტორი მალხაზ გულაშვილი, სცენარის ავტორი, მონტაჟის რეჟისორი, ხმის რეჟისორი მირზა ცხოიძე, გახმოვანება ლაშა მურჯიგნელი.